საღამომშვიდობისა პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია TV12-ის საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა ჟურნალისტის დღიურები. შეგახსენებთ ჩვენ უკვე ახალი მისამართიდან მაუწყებლობთ ბათუმი იმედაშვილის 8 სააქციო საზოგადოება გურმანის შენობიდან, ტელეფონის ნომერი კი უცვლელია 0706 706 012. შეგიძლიათ დაგვირეკოთ, დაგვიკავშირდეთ სტუდიაში და ერთად დავგეგმოთ ჩვენი ყოველი მომდევნო გადაცემა. წინ ძალიან დატვირთული კვირა გველოდება, ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს ირანული ავანტურიდან გამოსვლის საკითხი, მიაქციოს ორბანის გამარჯვებას უნგრეთის არჩევნებში, დაბლოკოს ევროკავშირის კრედიტი უკრაინისთვის და ამის შემდეგ ბოლომდე დააწვეს ზელენსკის და ეს ყველაფერი ჩინეთში 15 მაისის ვიზიტამდე. როგორ აისახება ყველაფერი ეს საქართველოზე, ამას ჩემს ტრადიციულ სტუმართან, პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან ერთად გავარკვევთ. საღამომშვიდობისა დავით, დიდი მადლობა ისევ და ისევ რომ ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან მძიმე თემა გველოდება დღეს, ეს არის ომი ირანსა და ამერიკას შეერთებულ შტატებს შორის, ტრამპის ახირებები, ასე ვთქვათ, ირანის სიხისტე და მთელი ეს უბედურება, რომელიც რა თქმა უნდა აისახება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე და მათ შორის საქართველოზე, უკვე გაძვირდა საწვავი, ძვირდება პროდუქტები და პრაქტიკულად ყველა ფეხის ნაბიჯზე დადის ამ ომის აჩრდილი. ჩვენ გვესმის, უყურებთ მხოლოდ აისბერგის საწვავი და სინამდვილეში რა ხდება სამზარეულოში, არავინ არ იცის გარდა უმაღლესი პირებისა, ირანის შეერთებული შტატების და კიდევ რამდენიმე წამყვანი ქვეყნის. დაამოსებული იყო არმაგედონი, მაგრამ გონი გადავრჩით და ასე თუ ისე მოველაპარაკეთ ერთმანეთში. შეერთებული შტატები. ეს ცალკე თემაა, გაურკვეველი თამაშის რაღაც ნაწილი არის, რომელზეც აუცილებლად გკითხავთ. ხო და ჯერჯერობით გადარჩენილები ვართ. დაანონსა ტრამპმა, რომ გაანადგურებდა ცივილიზაციას, ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციას პირდაპირ თქვა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი განცხადება სამხედრო დანაშაულის ტოლფასია, როდესაც ის არა ცალკეული პირების განადგურებაზე საუბარი, არამედ მთელ ცივილიზაციაზე. ალბათ ამისთვის იყო საჭირო ეს აღვირახსნილი ანტიირანული კამპანია წამყვანი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რომ მომხდარიყო, ასე ვთქვათ, დეჰუმანიზაცია ირანის როგორც ერის, როგორც ძველი კულტურის და წარმოეშინათ ეს რაღაც ველურების ხროვად, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კი სპეციფიკური რეჟიმია, თავისი სიძველიდან, თავისი კულტურიდან გამომდინარე, მაგრამ ეს როდი არნიშნავს, თუ ხალხს ბოდიში და მაკდონალდში არ დადიან ყოველ დღე და ტანგები არ აცვიათ და მინი იუბკები, შენ გაქვს უფლება გაანადგურო ეს ერი ამ კულტურული მიუღებლობის გამო. აშკარად მიდიოდა ამისკენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ეგრეთ წოდებული ცივილიზებული სამყარო, რასაც მე არ ვძახი, რომ მე ვიცოდი ევროპულ ჭუჭუტანაში არ უყურებ ხოლმე. ის სუსტად ისევე ვაფასებ აზიურ კულტურას, როგორც ევროპულ კულტურას. ევროპულ პირობითად ევროატლანტიკურ კულტურაშიც კი გამოჩნდა ისეთი ავტორიტეტული ხმები, რომ დაგმეს ეს ომი არა მხოლოდ ინტელექტუალების, ცალკეული კულტურის მუშაკების დონეზე, არამედ სახელმწიფოების დონეზე. ხო, რამოდენიმე ქვეყანამ აუგზავნა შეერთებულ შტატებს თავის საჰაერო სივრცის გამოყენება, ესპანეთმა პირდაპირ დაგმო ეს აგრესია და საკმაოდ ღირსეულად მოიქცა ევროპული ქვეყნები ამ შემთხვევაში არაყვენ ამ ავანტიურას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვებს ბადებდა თავად შეერთებულ შტატებში. ხო, ეს არ იყო, რომ აი
ერთხარით შეერთებული შტატებია და მეორე მხარეს ირანი. თავად შეერთებულ შტატებში იყო ძალიან გაყოფილი აზრი და ასეთი არ ახსოვს ამერიკის ისტორიაში 8 მილიონიანი მიტინგები გამოიწვია ხო მთელი ამერიკის მასშტაბით. დაისვა ხალხმა ირანელი ხალხის უფლება მაღალი ხარისხით სუვერენიზაციაზე ასე ვიტყვი. დათო, რა თქმა უნდა, ყველა დაღუპული სიცოცხლე მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ მე განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო თან ამ ეთერიდან და თან რა თქმა უნდა მათი ბედის ამბავიც კითხო. ირანელი ქართველები ფერეიდანი ვიცით რომ სავსე არის ძიძველი ქართველი თითქმის პატარა საქართველოა. აი რა ბედიელით ამ ხალხს რა მდგომარეობაში არიან ისინი ხوار გააქვს რაიმე ინფორმაცია. მე ვიცი რამოდენიმე სამხედრო ობიექტი დაიბომბა და რამოდენიმე ადამიანი დაიღუპა ქართველი ჩვენი ფერეიდანი ქართველები. ბედიელით ალბათ როგორც მათი ბედი უკვე ირანს უკავშირდება და რაც ირანს ელის ალბათ ისიც ელის მაგ ხალხს. ის ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ ამავე დროს უკვე ახალი სამშობლოს პატრიოტები და გულშემატკივრები. კარგია რომ არ ივიწყებენ ჩვენ ტრადიციებს და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ იქ ჩვენი პატარა ასე ვთქვათ საკონსულო უწოდეთ საელჩო ჩვენი ინტერესების გამტარება და სიტყვის თქმელი არის იქაურები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უკომაგებენ. გასაგებია. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ოქროს ხანა იწყება. აი მე ციტატებს წავიკითხავ. დიდი დღეა მთელი მსოფლიოსთვის. ირანს ეს სურს, მათ უკვე ყელში ამოვიდათ, როგორც სხვათა შორის ყველას. ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ორმუზის სრუტეში სატრანსპორტო კოლაფსის მოგვარებას წინ ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გველოდება. მიღწეული იქნება უზარმაზარი შემოსავლები, ირანი შეძლებს აღდგენის პროცესის დაწყებას. ჩვენ დავიწყებთ სხვადასხვა სახის რესურსის დაგროვებას და უბრალოდ ახლოს ვიქნებით, რათა დავწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად მიდის. დაწმუნებული ვარ, ასეც იქნება ზუსტად ისე, როგორც ამერიკაში. შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა გახდეს. რაზე საუბრობს ტრამპი? პოსტი დადო რაღაც ხოს. კი, ტრამპმა. მაგი უყვარს პოსტების დადება და სანუქეთ გამორიცხავ პოსტებს დებს ხოლმე. ხო, აი ერთი განცხადებაში იმუქრება არმაგედონით და მეორე განცხადებაში ოქროს ხანა იწყებაო და რაზე აქ ლაპარაკია? რაზე აქ ლაპარაკი რომ აი მოილაპარაკეს ეთყობა რაღაცაზე მე როგორც ვიცი პაკისტანის შუამდგომლობით თურქეთმაც კატეგორიულად დააყენა საკითხი, რადგან რამოდენიმე დღით ადრე ორიგინალმა პრეზიდენტმა დადო პოსტი, რომ თურმე შეიარაღება მიდიოდა გამალებული ქურთების, რომ ქურთებმა არიომეს თურმე, ქურთები სირიაში როგორ გამოიყენეს ქურთები ბაშარ ასადის წინააღმდეგ, კი გახსოვს და როგორ მე მოდიშტე გადააგდეს და ეთყობა ახლას იგივეს აპირებდნენ ამერიკელები ქურთების და ქურთებმა აღარ წამოედგენა სატყვარას. ხო და თურქეთმა ძალიან აგრესულად მიიღო ეს რომ შეიარაღეს ქურთები, იცით მათ თავისი პრობლემები აქვთ ქურთებთან და აი რამოდენიმე ამ ქვეყნის ძალისხმევის შედეგად დადგა საკითხი რომ უნდა შეწყვეტეს ეს აგრესია, ამერიკული ებრაული აგრესია ირანის წინააღმდეგ და რომელიც ახლა ორკვირიანი მასე ქვია მოაწერეს ხელის შეთანხმებას ჯერჯერობით მედია გაგრძელდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის სამყარო, რომელიც ჩვენ აქამდე ვიცოდით, ყოველ შემთხვევაში რეგიონულ დონეზე აღარ იქნება. იქ თავისი მოთხოვნები შესთავაზას, რა ქვია, ამ შეერთებულ შტატებს ირანი ინარჩუნებს ორმუზის სრუტეზე კონტროლს სრულად
უკვე განაცხადა ირანმა, რომ ზავის მიუხედავად ინარჩუნებს კონტროლს. ინარჩუნებთო იქ ყოველი გემის გასვლაზე $2 მილიონ ითხოვენ, ადრე უფასო იყო და ეს იუანებში იხდიან გამავალი გემები და არა დოლარებში, ეს უკვე დარტყმა უშუალოდ დოლარზე. ძალიან შეიწყა ეს არაბულ მონარქიებში თვითონ პრესტიჟი შეერთებული შტატების, რადგანაც ფაქტობრივად ვერ დაიცვა და ადრე თუ იყო ესეთი სტერეოტიპი, რომ ამერიკული ბაზები არის გარანტი უსაფრთხოების, დღეს პირიქით აღმოჩნდა, რომ ამერიკული ბაზა სამიზნედ აქცევს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც ესეთი ბაზები დგას და ვერანაირად ვერ დაიცვა. მაგალითად, მე როგორც ვიცი, ახლა სამხედრო სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამას წინათ ამოვიკითხე, რომ ის ამ ერთ თვიან ომში, მაგალითად, პატრიოტის სისტემის რაკეტები უფრო მეტი დაიხარჯა, ვიდრე 4 წლის უკრაინა-რუსეთის ომის განმავლობაში. და მაინც მიაყენეს ისეთი ზარალი, რომ წლები უნდა ამის აღდგენას. და სად იმ რეგიონში, რომელიც ითვლებოდა ასე თქო ოაზისად, მშვიდობის და ყველაზე ფეშენებულ კურორტად მსოფლიოში, ხო, დუბაი და ეს იმდებარე წითელი ზღვის მიმდებარე მონარქიებზეა საუბარი. ხო და ეს თავის მხრივ უბიძგებს ამ ქვეყნებს, ამ არაბულ ქვეყნებს უბიძგებს უფრო მეტი სიახლოვისკენ ჩინეთთან და სავარაუდოდ რამოდენიმე ახალი ისედაც ქონა ხელმოწერილი მაგალითად პაკისტანს და საუდის არაბეთს ბლოკი, თანაშრომლო სტრატეგიული ბლოკი, ეს ამას თურქეთი შეუერთდება და ველოდოთ სხვა რამოდენიმე ახალი ბლოკიც გაჩნდება. ირანა ღირსეულად შეიძლება ითქვას გაართვა თავი ამ გამოწვევას. რა იქნება ახლა მომავალი გვიჩვენებს, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ინფორმაცია, რომ 100%-იანი რაღაც პროგნოზები დავდოთ. მოდი ირანის მაღალია და გამოგვიყვანს. საქართველოს ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი პოზიცია ეკავა, რომ ჩვენ არანაირად არ ჩავერიეთ და არ ვერევით ამ კონფლიქტში, რაც არაა ჩვენის ომი. და ეს მოწმობს იმაზე, რომ ადეკვატური და პასუხისმგებლობითი მთავრობა მინდა თქვა, რადგანაც ახლა მიშა სააკაშვილი რო ყოფილიყო, ჩვენ რაღაც ავანტიურაში უკვე გახვეული ვიქნებოდით, ან უკრაინაში, ან ამ შემთხვევაში ირანულში. აუცილებლად. მოდი ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს განცხადება დავიკითხოთ. ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული გახდა მიეღო ირანის 10 პუნქტიანი წინადადება, რომელიც მოიცავს ახლა გავაცნობ მემაყურებელს არაკონფლიქტის პრინციპულ ვალდებულებას, ორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის შენარჩუნებას, ირანის უფლების აღიარებას, ურანის გამდიდრებაზე, ყველა პირველადი და მეორადი სანქციის გაუქმებას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და მმართველთა საბჭოს ყველა რეზოლუციის ანულირებას, ირანისთვის კომპენსაციის გადახდას, ამერიკული საბრძოლო ძალების რეგიონიდან გაყვანას და ომის შეწყვეტას. ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ისლამური წინააღმდეგობის წინააღმდეგ. რამდენად მისაღებია ამ 10 პუნქტიდან თითოეული შესრულება? რამდენად გადაუხდის კომპენსაციას ამერიკა? ძალიან საინტერესო არის. საინტერესოა, ხო, ვაჭრობის საგანია ახლა შედარებით ეს ახლა მაგი ყველა სადა ვერ დააყოფილებენ, ას დააყოფილებენ, მაგრამ როდესაც ხარე აცხადებს, მაგალითად ამერიკის ხარე აცხადებს, რომ გავიმარჯვეთო და მეორე მხარე ასეთ პუნქტებს უყენებს, აი არანაირ გამარჯვებაზე არა საუბარი, თუ არის გამარჯვებაზე, სპიროსის გამარჯვებაა. ისევ ამბობ, დრო უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს, ფაქტია, რის გამოც დაიწყო ომი, ეს იყო ურანის გამდიდრებაზე საუბარი და ატომური ბომბის შექმნაზე, ეს პრინციპში ნებისმიერ დროს 90% გამდიდრება აქვს ურანის, ხო? იქ ერთი წელი უნდა ალბათ 60%-იანი აქვს და 90%-ს რომ მიაღწიოს, ერთი წელი უნდა ცენტროფუგებით
მაგის დამუშავების და მაგის საშუალებები ირანს არ აქვს. და ახლა ამ ომის მერე ერთადერთი ალბათ გარანტია იმისა, რომ კიდევ არ ატყდება ასეთი დავიდარება, ალბათ ატომური იარაღის შექმნა და საბოლოო ჯამში შექმნიან, იმიტომ რომ ირანმა მაგ პროგრამას ვერაფერი ვერ უქმნა შეერთებულმა შტატებმა. როგორც ინახებოდა მიწისქვეშ ეს გამდიდრებული ურანი, ისევე იმ ადგილზე ის სპეცოპერაცია რაღაც ჯარების შეგროვება რომ მოხდა და დაანონსდა რომ ჩვენ სპეცოპერაციას ჩავატარებთ და გამოვიტანთ იქიდან გამდიდრებულ ურანს, კი ნახე რომ პილოტის ჩამოგდებული F-15-ის და თვითმფრინავის პილოტი იმალებოდა ირანში, ხო? იქ რო შეიყვანა სპეცნაზი, უკვე ძვირი დაუშვდა. და ახლა ის ოპერაცია ბევრად ძვირი დაუშვდებოდა და იმ სიტუაციაში თუ რა ოპოზიცია ყავს ტრამპს და როგორ ვერ გაუგო ამერიკელებმა ტრამპის ეს ვერ გაუგოს ტრამპს ეს წამოწყება, ხო? მასეთ რისკზე ვერ წავიდოდა ტრამპი და ამიტომაც ალბათ მაგიტომაც დაიხია. გასაგებია, აი ამერიკა კი აცხადებს, რომ გამიმარჯვეთო, მაგრამ საინტერესოა გავაცნოთ მაყურებელს, რასაც გაზეთი მარივი აბი შვენასი ლომის ღრიალიდან კატის მიაუნდე, ასეთ სათაურით აქვეყნებს სტატიას. 41 დღიანი ბრძოლებისა და 5000 შენობის განადგურების შემდეგ ირანელებმა გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვეს. მიუხედავად ალი ხამენეის მკვლელობისა, რეჟიმი შენარჩუნდა, ბირთვული მასალები გადარჩა, ხოლო ორმუზის სრუტე თეირანისთვის ბანკომატად გადაიქცა. ისრაელი და აშშ ამ კამპანიიდან გამოვიდნენ შეთანხმებით, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც სუფთა სტრატეგიული კაპიტულაცია. რა უნდა თქვა, ხა ებრაული წამყვანი, ებრაული გამოცემა რო დაწერს ამას ერთ-ერთი და მიხდე რომ არა ისე კარგად საქმე, როგორც ამას ხატავენ გარკვეული ისე ამბობ ჩვენ სამშობლოს დაუბრუნდეთ, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის სატელიტი მედია საშუალებები, რომელიც მოგებად ნათლავენ, ყველაფერს აკეთებენ რაღაც ამერიკის იმიჯი რო შეილახოს, ვერა და ვერა გამოვიდნენ ამ ხიბლიდან, რომ ამერიკა პოლის შემძლე ქვეყანა და ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და ერთ-ერთი ტექნოლოგია, პოლიტექნოლოგია, რომ გაიგივება მოხდეს მათი ამ სტატებით და ამას ამათ ამოფარებული იმათი სახელით ილაპარაკონ აქ. რაც არა ამას სინამდვილეში და მოდი თქვა თუ სერიოზული პრობლემების წინაშე შეერთებული შტატები ის გაყოფილია ქვეყანა ჩაძირულია ვალებში შიდა ვალი აქვს რაღაც მუზარმაზარ თანხებზეა დასული მე არ ვამბობ ახლა რომ რაღაც მომაკვდავი და უგანდას დაეხმება დამეფაროს ესეთი რაღაც ისინი მოიგონა მაგრამ ფაქტია ეს არა ის ამერიკა რომელიც იყო 90-იან წლებში თუნდაც როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ფუკუიამა რო იყო ეს ფრენსის ფუკუიამა რო დაანონსა რომ დამთავრდა ისტორია რო დღეიდან ამერიკულმა ლიბერალიზმმა და გაიმარჯვა საბოლოოდ და წინააღმდეგობას ვეღარაფერი ვერ გაუწევს შეერთებულ შტატებს და დაიწყო მშვიდობის ეპოქა, ანუ ამერიკული ეპოქა დაიწყო დედამიწაზე, ის ძალიან შორს იდგა სიმართლისგან. ბევრი ისქნეს აქვე რამოდენიმე 90-იან მოყოლებული 2000 წელს რამოდენიმე ომიც კი წამოიწყეს, რომ არ გაჩენილიყო ისეთი რაღაც საპირწონე ცენტრები, მაგრამ ამ დროს ცხოვრებას ვერ გაიქცევი, მისი კანონები აქვს და ისტორია თავის ფაბულას კარნახობს ხოლმე კაცობრიობას. გაჩნდა ჩინეთის ჩინეთის ცენტრის ირგვლივ არსებული ქვეყნები, ჩინეთი პირთვად ყავს, იგერ რუსეთი და სხვა ქვეყნებიც იგერ
ევროპას შეერთებულ შტატებს შორის გაჩნდა უბსკრული და აი ეს უფრო მატულობს ეს ქაოსი ირგვლივ და ჯერ დავაგება აუჩანს, მაგრამ ის რასაც მისტერია და ის სწორება რაც იყო თუნდაც ჩვენი ქვეყნის ჩვენს ქვეყანაში იმ ტიპის სამყაროზე და იმ ტიპის წყობას რო აწყობდნენ რაც ის სამყარო კარნახობდა უბრალოდ არ იქნება და რაღაც ჩვენაც სხვა გზები უნდა ვეძებოთ რა პაქს ამერიკანა დასასრულს მეუახლოვდა როგორი პაქსი იქნება სამომავლოდ ჩვენ არ ვიცით მაგრამ ის რაც იქნება ძალიან შორს იქნება იმ სურათისგან რომელიც ჩვენ შევეჩვიეთ რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს აი დღევანდელი გადასახედიდან ამ ცეცხლთან თამაშის ფონზე რა მომავალი აქვს ამერიკას ამ ომში რა პერსპექტივა აქვს და რა იქნება ხვალ ამერიკაში უსერიოზულოზე განწყობა იყო ეს კონსერვატი იმდენად მიუღებელი იყო აი ძირძველი ამერიკელებისთვის ის ეგრეთ წოდებული პროგრესისტების იდეოლოგია რომ ტრამპმა იხნოსა ეს და გააჟღერა ის რაც დიდი ხანია მწითებოდა შეერთებულ შტატებში ანუ ტრამპის სახით ისინი დაუპირისპირდნენ იმ ეგრეთ წოდებულ პროგრესისტებს აი ჩვენ გვქონდა საუბარი ვოუკიზმის იდენტობის პოლიტიკის მიმდევრებს და ასე შემდეგ მაგრამ ტრამპი თვითონ ისეთი აი პოპ ფიგურა რამდენად იყო მასში ეს რწმენის დონეზე მისი ნამდვილი ბუნების დონეზე ის რასაც ის ასე თქვა მოაჯდა და უბრალოდ არა და უბრალოდ როგორც შოუმენმა განჭვიტა ეს ელექტორალური დაკვეთები რაც იყო და გააჟღერა ის და ამიტომაც მიიღო ეს ხმები ეს უკვე ეჭვებს ბადებს მისი ქცევიდან გამომდინარე ხომ არ უნდა ველოდოთ ანუ მე მგონი ეს იზოლაციონიზმი ეს კონსერვატორობა ეს ტრადიციონალისტური პარადიგმის ერთგულება პრინციპში ითამაშა ისეთი გუნდი შექმნა რომ ფაქტურად ფრიკებით არის დაკომპლექტებული ძალიან ბევრი კითხვებია იქ ზოგიერთის მიმართ მე ის ქრისტიანობაზე ამოფარებული ეს ქრისტიანობა ნომოვტყუდებით ამ გარეგნული ფორმით ეს ის ქრისტიანობა არ არის რაც ჩვენ თვლით ქრისტიანობად ხო რაღაც სექტანტური აი თუნდაც მაგის თეთრი სახლის რჩეულის იმას უყურე ახლა საშინელება რაღაც ფანატიკოსი ქალბატონი რაღაც ლორა ქვია რჩევლად აყავს გაფორმებული იმაში რა ქვია თეთრ სახში საჯარო ლოცვას და უყურე შაბაში იყო ფაქტიურად რაღაც შამანიზმი იყო და ქრისტიანობასთან ამას არაფერი კავშირი არ აქვს და ნამდვილ ქრისტიანობასთან იგივე ნამდვილ ისლამს ბევრად უფრო მეტი კავშირი აქვს ვიდრე იმას რასაც ესენი ქრისტიანობას უძახიან და მისი მხარდაჭერა შენ თავში რო ახსენეო ორბანის ვენსის გააგზავნა ხო მხარდასაჭერად ორბანს რომ ვისაც იმდენად უკვე დისკრედიტებული ეს კაცი რომ ვისაც დაუჭირა ეგ კანადელ კონსერვატორებს დაუჭირა მხარი წააგო ავსტრალიის კონსერვატორებს დაუჭირა იქაც წააგენეს ავსტრალიელმა კონსერვატორებმა ასე რომ ეს მხარდაჭერა მისი ორბანის შეიძლება ცუდი დარჩეს მისთვის და მონაცემ გამოკითხვებით ოპოზიციური პარტია უჭერს იმ რა ქვია 10%-ით უგებს ასე რომ დროა ჩვენმა მართლმა პარტიამაც იფიქროს იმაზე რომ ისე შეიცვლება რომ ეს მოკავშირეც არ გვეყოლება ჩვენ ევროპაში ორბანის სახით მალე 15 აპრილის მერე შეიძლება ვერთმაქნას რომ დარჩეს მაგრამ ამისთვისაც მზად უნდა იყოს როდესაც ორბანიც არ ყავს უკვე სხვა გზები უნდა ვეძიოთ ჩვენ იგივე რუსთან მიმართებაში არ უნდა გვეშინოდეს რომ ვიღაც
მიშისტი წამოვიხდება და მის ლოზუნგები და სტერეოტიპებით რაღაც დაგვიწყებს რაღაცების ძახო. უნდა გვეყოს იმდენი ვაჟკაცები, რომ სხვა რეალობაში რომ რეალობას გაუსწოროთ თვალი და ველაპარაკოთ იმათ. სხვა სამყაროა რა. პრინციპში ტრამპმა ამით რუსეთის გასაკეთებელი საქმეს გააკეთა. რუსეთის სისხლზე დაასხა წყალი, ხო? ეს არის ერთი ღერძი რუსეთი, ჩინეთი და ისა რა ქვია, ჩათვალეთ ირანი, რომელიც ბევრად გაძლიერებული გამოვა ამ კონფლიქტიდან. აი ტრამპის რამდენიმე ამოცანა წარმოვადგინეთ ჩვენ გადაცემის დასაწყისში და მათ შორის ერთ-ერთი იყო უნდა დაბლოკოსო უკრაინის კრედიტი ევროკავშირში. რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა გავიგოთ, რომ ან როგორ უნდა შეძლოს ამის გაკეთება ტრამპმა? ბლოკავს ორბანი ევროკავშირის წევრი. კი. ორბანზე ზემოქმედებს ალბათ ტრამპი. ორბანს მისი შეხედულებებია, მაგრამ ტრამპიც წინააღმდეგია და მაგალითად აბრალებს ომის დაწყებას ბაიდენს, ხო? პირდაპირ უწოდა პოსტი რო ნახე, უნდა გენახა ცოტა ასული ყავი, ესე იგი ქვევით ტრამპის გვერდზე და ეგ იქნებოდა ბაიდენის აუგის სიტყვებით იდიოტად მოხსენიება. ხო, რომ მაგან წამოიწვა იდიოტი იყო ხელმძღვანელი მაშინ ამერიკისა და იმიტომაც მოხდა ეს ომიო, რა. ხო და ტრამპა ფაქტობრივად შეუწყვეტა ძველი მარაგები აქვს უკრაინას დარჩენილი დიდხანს ვერ გასტანებს და ევროპას მისი პრობლემები აქვს რეცესია დაწყებული და ძალიან ძვირი დაუჯდა ევროპას უკრაინელების ფაქტობრივად ამ 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ხორცი იყო და ფული შეარაღება ევროპული იყო ევროპულ-ამერიკული ამერიკა გამოეთიშა მას თავისი გაუჭირდა კი ხედა უკვე ბოლოს ისინი თქვათ მომზადებული იყვნენ და ირანში პოლონეთს თხოვდნენ პატრიოტების სისტემის გადმოსროლას და პოლონეთმა ვარი უთხრა ამაზე რა ქვია და კორეიდან წამოიღეს აღმოსავლეთ რა ქვია სამხრეთ კორეიდან წამოიღეს პატრიოტების სისტემის სისტემები სულ ალბათ დადგა რაღაც ცოტახნით შვიდობის ხანა ცოტახნით ვფიქრობ, რომ ალბათ უკრაინას აღარაფერი არ ეშველება და როგორც 47 წელს პოცდამი იალტაში რომ დაიგეგმა 40 წლიანი სამყარო თუ როგორი უნდა ყოფილიყო, დღეს ალბათ დაждდება ახლა ჩადის ტრამპი უნდა ჩავიდეს ჩინეთში, პუტინი, ტრამპი, სი ძინპინი რამოდენიმე ისე მოწმედ დაუჯდება და გადაინაწილება ალბათ გავლენის ზონებს და მე ვშიშობ რომ ჩვენ იმ გავლენის ზონაში ვიქნები რომელიც რუსეთს მიესადაგება და ჩვენ რო არ აღმოჩნდეთ უბრალოდ აი თხოვნელის და ფაქტის წინაშე დგომი უსუსურ ობიექტად ამიტომაც რაც შეიძლება მალე უნდა ვიაქტუროთ ამ აი სუბიექტები უნდა გავხდეთ ამ მხრივ და პირველებმა გადავდგათ ეს ნაბიჯი და შევთავაზოთ იგივე რუსეთს ისეთი წინადადებები ჩვენი წითელი ხაზები რა თქმა უნდა ის აფხაზეთის და ცხინვალის გულისხმობ მე გათვალისწინებული უნდა იყოს ამაში რომ ვარი ვერ გითხრან ამაზე თორე ხო იცი ეცე რომელიც გეშინოდეთ ხო ბრეხტისა დამთავრდა ომი მშვიდობის გეშინოდეთ ზუსტად მაგ პერიოდი მოდის გეშინოდეს ამ მშვიდობის რაც ახლა მყარდება საფაროში ვფიქრობ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ ახლა ჩვენს მაყურებელს მაგრამ ყველაფერი მაინც ჩინეთში ტრამპის ვიზიტამდე მიდის და ჩინეთში არის ბოლო წერტილი ასე გამოდის შეიძლება ვიგულისხმოთ დიახ გვაქვს ფიასკო შეერთებული შტატების ამ ავანსში რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს შეერთებული შტატები არ აღიარებს მაგრამ ეს დაუჯდა შეერთებულ შტატებს ძალიან ზვირი თავდაცვის მინისტრის გადაყენება ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის წასვლა 8 მილიონიანი დემონსტრაციები შეერთებულ შტატებში
და აშკარა სურათი იმისა, რომ შეერთებული შტატები აღარ არის ჰეგემონი ამ სამყაროს და ეს ერთ-ერთი ზესახელმწიფოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი ზესახელმწიფოა, რომლის ლიდერი, რომლის ადეკვატურობაში უკვე ძალიან ბევრ სეპარება ეჭვიეს სამყაროში, ჩადის მეორე ლიდერთან, აი ძალიან დინამიურად განვითარებად ჩინეთთან, რომლის სტრატეგიული ხედვები ჩვენსავით კი არ აქვს, რა ქვია, დაგეგმარების ჰორიზონტი, მაგალითად საქართველოს ავიღოთ 1 წელი მაქსიმუმ. იქ ჩინეთში ითვლიან 100 წელი, 200 წელი, 300 წელი. 300 წლით მერე რა იქნება. იმ ჩინეთის იმ ხელმძღვანელთან ჩადის და ალბათ მოილაპარაკებენ შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე და ეს არ იქნება როგორც ადრე პატრონის და ვასალის შეხვედრა, ეს იქნება ორი პატრონის ამ მიწის ორი პატრონის შეხვედრა და ამ ორ პატრონს კიდევ იქ თავისი ვასალები ყავს და ალბათ ეს პატრონები თავისი ვასალების ინტერესებს გააჟღერებენ, დაიცავენ და ჩვენი პატრონი და ჩვენ ვინა ეს აღარ ვიცი. ვინ არის ჩვენი პატრონი? აი ამას გეკითხებით ახლა. ჯერჯერობით ჩვენი პატრონი ჩვენი საღი აზრია და ჯერჯერობით გავძვერით ამ სილასა და ქარიბდას ჭიდროს შორის და სამომავლოდაც ვფიქრობ ამ მშვიდად და საღი აზრის მეშვეობით ყოველგვარ იდეოლოგიზირებული რო იყო როგორი რაღაცა იცი იდეოლოგია არის ოპტიკა, ცუდი, გამრუდებული ოპტიკა. აი მიშა დროს ჩვენ სამყაროს უყურებდით ოპტიკის მეშვეობით. შევარდაზე ზვიადის დროს უყურებდით ოპტიკის მეშვეობით. ახლა ნაკლებად უყურეთ ამ ძველი იდეოლოგიზირებული ოპტიკის მეშვეობით. რომ მაგიხსნათ ამ ოპტიკის მეშვეობა რასაკეთებს ეს ოპტიკა. აი ელემენტარ მაგალითს მოგიყვანთ ძალიან ცნობილია შეუძლია ნებისმიერ ახლა მაყურებელს ესეთ საინტერესო სტენფორდის უნივერსიტეტში დადგმული ექსპერიმენტია ავალებენ მაყურებელს ითვალოს ორი გუნდია და ითვალოს რამდენჯერ გადააწოდებენ ერთმანეთზე ბურთს და ტვინი რო ამაზე არის მომართული ხო შუა ექსპერიმენტის დროს გამორბის გორილა ის ერთი წუთის განმავლობაში აქნებს ხელებს და გარბის მოედნიდან წარმოიდგინეთ ადამიანის ტვინი როცა ბრძანება მიცემულია იმის ყურებაზე ამ გორილას ვერ ამჩნევს აი ისე გჭირს ჩვენაც როდესაც ჩვენ მედია საშუალებების მეშვეობით აი განწყობას გვიქმნია რომ გინდა თუ არა ეს სურათია სწორი ეგეთ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამ გორილებს ამ გვერდით ეფექტებს სხვადასხვა კადრებს რომელიც კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება ჩვენ წინაშე და მე ვდგებით ფაქტის წინაშე და გვიგვრის როგორ მოხდა ეს რომ ეს ასე აღმოჩნდა ხო ჩვენ სწორხასოვნად ვაზროვნებთ რომ ამ მოვლენას მოყვება ეს მოვლენა ამ მოვლენას მეორე მოვლენა მოხდება მაგრამ სინამდვილე ისაა რომ შენ ამ მოვლენის გარდა გვერდით სხვა მოვლენაც მიდიოდა მაგრამ შენ ყურადღებას არ აქცევდი ამ მოვლენას რადგან შენი იდეოლოგიით იყავი ასე ვთქვა დაბრმავებული ესაა და არ უნდა დავბრმავდეთ იდეოლოგიით მოკლედ მორალი ესაა მთელი ამ იგავს და ბოლოს ბატონ დავით აუცილებლად საინტერესო არის თავარ კითხვაზე თქვენი პასუხი როგორ აისახება ყოველივე ეს საქართველოზე ნაწილობრივ თქვენ ამ კითხვას გაეცით პასუხი ჩვენი საუბრის განმავლობაში მე ეკონომიკა მაქვს მხედველობაში ახლა ეკონომიკისგან დააშორს ვარ ამ შემთხვევაში ახლა კარგად ახლა როცა სოფლიო კრიზისი ძვინვარეს და პროგნოზებია მაგრამ მაცივარი ხომ გაქვთ სახლში შიმშილი იქნებაო ეგრე ბლუმბერგი პროგნოზის მიხედვით 3 მილიარდ კაცს შიმშილი ემუქრება ამ კრიზისის გამო ხო ალბათ საქართველოს ყველაფერზე ფასი აიწერს და
სხვა ძალისხმევა, ანუ ალბათ გამოსავალი ისე რომ საუკეთესო კიდევ ერთხელ ამბობთ ეკონომისტები გონიერი ხალხი ქვეყნის უნდა დაждდეს და იფიქროს გამოსავალზე და როგორ ასე ვთქვათ აი შერდილება როგორ უნდა მოხდეს როგორ подушка безопасности როგორ უსაფრთხოების ბალიში უნდა მომზადდეს რომ ვიცით რომ აქეთ მიდის და ვიცი ჩვენ თავრობაზე რა ტიპის უსაფრთხოების ბალის მოამზადეს შეჯახება არ მოხდეს ისე რომ დავიმსხვეთ რაღაც კი ამ ჭრილობებს ვერ ავწდებით როცა გარშემო ესეთი სიტუაცია მაგრამ მაქსიმალურად რბილად შეიძლება ეს გადავიტანოთ ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით მოკლედ დავიწყოთ იმით რითიც დავამთავროთ იმით რითიც დავიწყეთ წინ ძალიან დაძაბული კვირა გველოდება და ძალიან დატვირთული კვირა გველოდება ნახოთ მოკლედ ფრაზა აღდგომა და ხვალეო არასდროს არ მორგებია ისე სიზუსტით ჩვენს ცხოვრებას და ყოველდღიურობას როგორც ახლა იმიტომ რომ ახლოვდება საუფლო დღეები ალბათ კი არა და საუფლო დღეების განმავლობაში ჩვენ პირდაპირ ეთერები არ გვექნება ამიტომ წინასწარ მიულოცოთ აღდგომა ჩვენს მაყურებელს და ვისურვოთ რომ ყველაფერი კარგად იყოს როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში ფარავდეთ უფალი ჩემს კითხვებს კი პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი პასუხობდა ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე